მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. დღეს ვისაუბროთ ქალაქ სიღნაღზე, მხოლოდ სიღნაღზე, არა მუნიციპალიტეტზე, იმიტომ რომ არ გავწდებით ასე. არ გავწდებით ქალაქ სიღნაღს. ეს არის ქალაქი, რომელსაც სტუმრობს საქართველოში ჩამოსული ყველა ტურისტი გამონაკლისის გარეშე. და ალბათ სეზონს არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თუმცა მე ვიცი რომ შენ ამ კვირაში უკვე ორჯერ მოვიარეს. ორჯერ ვიყავი სტუმრებთან ერთად სიღნაღში. და საერთოდ სიღნაღი ჩემთვის არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ძალიან მოკლე დროში სწრაფად აშენდეს ქვეყანაში ტურისტული ზონა და აღდგეს ისტორია. ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ სიღნაღს როცა ვინმე ახსენებს, ჩემშიც პირველ რიგში ეს ასოციაცია მოდის აღდგენის, შენებლობის, განახლების, მაგრამ სწორად მუშაობის და სწორად ასეა, აი აღდგენილი ქალაქებიდან და ტერიტორიიდან სიღნაღი არის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური ქალაქი. რომელსაც აი, როდესაც სტუმრობ, არანაირად არ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ახახან არის აღდგენილი. ხა ორი სიტყვის ქალაქიც სიყვარულის ქალაქი მაშინ კი ბატონო, მაშინ შეერქვა ზუსტად. აი 2005 წელს დაიწყო ეს პროგრამა, ჯერ დაიწყო პროგრამა, წინასწარი ის რეაბილიტაციო სამუშაოების პროგრამა შეიქმნა და 2007 წელს უკვე ადრეულ გაზაფხულზე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს სამუშაოები დასრულდა პირველი ეტაპი იყო ამ სამუშაოების ამავე წლის შემოდგომაზე და შეიძლება გახსოვთ კიდევაც რომ მოხდა ნოემბერში თუ არ მეშლება პირველი განახლებული სიღნაღის პრეზენტაცია, ასე ვთქვათ. ძირითადი მრავალეტაპიანი სამუშაოები დასრულდა 2010 წელს. აი ძალიან მოკლე დროში მოხდა ახალი ტურისტული ადგილის შექმნა ქვეყანაში. მაშინ ბევრ რაღაცაში მივდიოდით წინ და მათ შორის სამიმართულებით და რაღაცა შეჩერდა ეს პროცესი, ჩემი აზრით, რაღაცის შენების, გახსნის, მაშინ უფრო მეტი ამბიცია გქონდა. ახლა თითქოს ყველაფერი ისე გაჩერებული და პაუზებული. თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მშენებლობის აღშენობის პერიოდი ქვეყანაში გაგრძელდება, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. თავისთავად ცხადია. ნამდვილად. რა გაკეთდა? მოდი ორი სიტყვით შევეხოთ, ეს არ იყო თქვა ფასადური შეღებითი სამუშაოები, მაგალითად აღდგა ციხე-გალავანი, სრულად არის ციხე-გალავანი რესტავრირებული. გარდა ამისა, რთული და ზანგრეული ტურისტული ზონა ნამდვილად არ იყო. ხალხი ძირითადად მიდიოდა თელავში, ხა იმ პერიოდში 20 წლით ადრე არ ვიყავი ტურისტში, მაგრამ ვისგანაც ვიცი, ვინც ამ სფეროში აქტიურად მონაწილეობს, იმადგან ვიცი, რომ ეს იყო, ვთქვათ, თელავი და უფრო სხვა მიმართულება იყო მაშინ ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი და ნახეთ, მოხდა გალავნის აღდგენა, სრულად გარდა ამისა, ქუჩების მოკირწყვა, მთლიანად თავიდან ბოლომდე სახლების რესტავრაცია მოხდა, მათთვის მე-19 საუკუნის იერის დაბრუნება და ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ერთ პატარა ქალაქში დაახლოებით 100-მდე სახლს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ეს არ არის პატარა ამბავი. პატარა ქალაქისთვის ასეთი პატარა ქალაქისთვის ნამდვილად ასეა. გარდა ამისა მოხდა სკვერების, ბაღების გაკეთება, მთლიანად მოწყობა, თქვათ, იქ შადრევნები თუ ასე შემდეგ. გარდა ამისა გამოიცვალა საკანალიზაციო სისტემა, წყალგაყვანილობა, ელექტროგაყვანილობები, მთლიანად პრაქტიკულად მოხდა ქალაქის ხელახლა აშენება. თან თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქალაქი მდებარეობს კონცხზე, სიღნაღის კონცხზე და არის ძალიან შთამბეჭდავი. მომუსხველი გავლენა აქვს იქ ნახოს სტუმრებზე. სხვა შორის ამბობთ უნდა ვთქვათ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გასაკვირველია და კიდე რა მომენტი, არა მარტო მშენებლობა, მერე იყო მისი პოპულარიზაცია. თქვენ თუ გახსოვთ აი სააკაშვილს, თუნდაც ყველა სტუმარი ჩაყავდა, ყველა მნიშვნელოვანი სტუმარი ჩაყავდა სიღნაღში. გარდა ამისა ეს ქორწინების სახლის გახსნა და ქალაქის რაღაცა სიყვარულის ქალაქად მონაცვლად, ასე ვთქვათ, ერთგვარად ძალიან სწორი სტრატეგია იყო ტურისტების მოსაზიდად. დღემდე უამრავი ტურისტი სტუმრობს სიყვარულის ქალაქს და ეს ქორწინების სახლიც საკმაოდ პოპულარულია. თან, როგორც მოგეხსენებათ, უცხოელ სტუმრებსაც და უცხოელებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა ამ ქორწინების სახლში გაევლოთ რეგისტრაცია. ეს ყველაფერი ალბათ ოჯახებს და მათ კეთილდღეობასაც შეეხოელს, ბუნებრივია, ხო? იმიტომ რომ გაჩნდა მეტი სამუშაო ადგილი და საკმაოდ ადამიანები. ზუსტად სიღნაღის მაგალითზე უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა რეგიონების განვითარება. აი მე ერთხელ გადაცემაც კი მქონდა პირველი ნაწილი იყო ამ გადაცემის, ეხებოდა ჭიათურას, ესილი თუ გახსოვთ. ჭიათურის ტურისტული პოტენციალი არის განუზომლად დიდი. ისეთი ძეგლები და გეოგრაფიული მდებარეობა აქვს ჭიათურას, ახლა კაცხის
სვეტის თანაძეგლი, იგივე მღვიმევი და ასე შემდეგ, ახლა არ დავიწყებ ჩამოთვლას, ეს არის ძეგლები, რომელიც ჩვენი ქვეყნის არც ერთ ნაწილში არ არის. და წარმოიდგინეთ, ასეთი ტიპის აღშენებლობა რო იყოს, როგორც ვთქვათ, სიგნალის შემთხვევაში მოხდა, რამდენად ბევრ ადამიანს მიზიდავდა ჭიათურა და როგორ განვითარდებოდა ზოგადად რეგიონი. იგივე შემიძლია ვთქვა ჭიათურასთან ერთად ჩხოროწყუზე გადაცემაც კი მქონდა. ოღონდ პირველი ნაწილი მქონდა ამ შემთხვევაშიც. ანუ ჩხოროწყუ მდებარეობს პირდაპირ ეგრისის ძირში და ბუნებრივი ძეგლების საბადოა. ანუ ისეთი ტიპის ძეგლებია, ისეთი პანორამაა. გარდა ამისა, მეგალითებიდან დაწყებული მღვიმეებით დამთავრებული ისეთი ტიპის მღვიმეებია, რომელიც არცად არ არის ქვეყანაში სხვანაირად. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასე ყურადღებოთ არის ეს ყველა. კი, სპელეო მიმართულება შეიძლება განვითარდეს, გასტრონომიული პოტენციალი, ძალიან საინტერესო ყურძნიჯიშების პოტენციალი და სხვათა შორის ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი სამუშაოები მიმდინარეობს. სხვათა შორის იქ ხდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მე მჯერა, რომ ამ რეგიონებში ტურისტებთან ერთად ჯერ პირველ რიგში ჩვენ გიდები ჩავალთ შესასწავლად, დასათვალიერებლად, რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და მე აუცილებლად დავგეგმავთ ტურებს. ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც სიღნაღის მაგალითზე აი ასეთი ქალაქების, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქების აღორძინება. სხვათა შორის აი ტურისტების თავეჭილებები მინდა გაგიზიაროთ. აი იმდენად არიან აღფრთოვანებული ჩვენი ქვეყნით, რომ ეხლა ჩემი სტუმარი მეუბნებოდა შანხაიდან, რომ შემოდგომაზე უნდა ვნახო ეს ქვეყანა აუცილებლად შემოდგომაზე ფერებით. ეხლა ისევ იმ ადგილებში ხო არ წავიყვანთ, როცა ჩვენ გვაქვს ესეთი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები, რომელსაც განვითარება სჭირდება, რამდენად დიდია ქვეყნის პერსპექტივა, რომ სხვადასხვა ადგილების წინ წამოწევა. რა თქმა უნდა, ერთ დღეში. ეხლა რაც შეეხება სიღნაღს, ეს არის ჩვენი ბრწყინვალე ქალაქი, რომელიც ერთგვარი სავიზიტო ბარათია და ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ტურებს სწორედ ვიწყებთ კახეთიდან. კახეთი ქმნის წარმოდგენას ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენ ძალიან ვამაყობთ საერთოდ ამ ქალაქით და სიღნაღი რასაკვირველია. თვითონ სიტყვის წარმოშობა ქიზიყის ცენტრია. ქიზიყი ძველი სახელწოდება ხა ჩვენ დედოფლის წყაროსთან დაკავშირებითაც მქონდა საუბარი და ქიზიყზე ბევრი გვაქვს ნასაუბრები. ეს არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. კამბეჩოვანის სახელით არის უფრო მოხსენიებული და აი ქიზიყის სახელით უკვე მე-15 საუკუნიდან ჩდება დოკუმენტურ წყაროებში. თვითონ სიღნაღს რაც შეეხება მისი სახელის მნიშვნელობა თურქული წარმოშობის არის. ნიშნავს თავშესაფარს და თვითონ ქალაქი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, არქიტექტურით ნამდვილად ამართლებს ამ თავის სახელს. თავის ციხესიმაგრითაც მათ შორის. კი ბატონო. და რაც შეეხება თვითონ ქიზიყის ცენტრს, ანუ მანამდე ჩვენ ვიცით, რომ ქიზიყის მთავარ ცენტრს წარმოადგენდა ხორნაბუჯი, მის გარშემო იყო, მისი მდებარეობიდან გამომდინარე იყო ცენტრი ქიზიყის, მაგრამ როდესაც მოხდა მისი განადგურება და დაკნინება, ამ შემთხვევაში უკვე იზრდება სიღნაღის მნიშვნელობა, სიღნაღის როლი და განსაკუთრებით თვითონ მისი როგორც ქალაქის ფორმირებაში და ყველაფერი სიღნაღში დაკავშირებულია ერეკლე მეფესთან, ერეკლე მეორესთან. ერეკლეს ქალაქია. ერეკლეს ქალაქია პრაქტიკულად და ძალიან სასაცილოა და ღიმილის მომგრელი სიყვარულით, რა თქმა უნდა, როდესაც სიღნაღელები ყველაფერს, ყველა დეტალს უკავშირებენ ერეკლე მეორეს. ეს ერეკლეს საყვარელი ადგილია, ერეკლეს საყვარელი ტაძარია და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფერი ყველა ლეგენდა არის დაკავშირებული ერეკლესთან. ნამდვილად ერეკლემ ძველი ციხის ნანგრევებზე 1762 წელს ააშენა ციხე გალავანი და ამ გალავანს ჰქონდა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობა, იმიტომ რომ მუდმივი შემოსევის პირობებში, რაშიც ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით აღმოსავლეთი იყო, ეს არ იყო მხოლოდ სიღნაღის და გარშემოყოფი მსოფლების თავდაცვითი ციხესიმაგრე, ეს იყო გარშემო მთლიანი ქიზიყის თავდასაცავი ციხესიმაგრე იყო. რეგიონისთვის იყო განსაკუთრებული საიმედო ადგილი. თქმა უნდა, განსაკუთრებული. მთლიანად გალავნის სიგრძე არის 4 კილომეტრზე, ცოტა მეტი, 4-დან 4.5 კილომეტრამდე. და ციხეს აქვს, გალავანს აქვს 23 კოშკი, ეს არის ძალიან საინტერესო. 23 კოშკიდან, ანუ თითოეულ კოშკს ქვია სოფლის სახელი. ანუ ამ სოფლებში არ იგულისხმება მხოლოდ გარშემო არსებული სოფლები. მაგალითად, ერთ კოშკს ქვია შილდა, შილდის სახელი, სოფელი შილდა
არის ძალიან მოშორებული. მე მგონი 90 კილომეტრით არის მოშორებული გალავნიდან. ანუ მთლიან ქიზიხს მოიცავდა. რეგიონში მსგავსი მასშტაბის ციხე არ გვაქვს, ხო მე მგონი ელზა? სიღნაღის, ამ მასშტაბის ციხე კი იყო, ხა ხორდაბუჯი იყო ციხე და რეგიონში კახეთში ზოგადად ციხეები ჩვენ გვაქვს. მაგრამ ეს როგორც ვიცი არის როგორც ასეთი თავდაცვითი 40 ჰექტარის ტერიტორიის შემოსაზღვრული ციხე, არა მარტო და აღმოსავლეთში, საქართველოში კი არა, ევროპაშიც ჩვენ ვეძახით, რომ ეს არის განსაკუთრებული ადგილი. და ნახეთ, თუ დავაკვირდებით მაგალითად სპეციფიკას, როგორ არის აშენებული ეს გალავანი, მაგალითად, აი გალავანში შეგვიძლია ვნახოთ ბუხრები. ანუ ბუხარს რა უნდა ხო გალავანში? ეს ნიშნავდა იმას, რომ როდესაც იყო შემოსევების პერიოდი, აი ესეთი ძალიან მძიმე პერიოდი, იქვე მცხოვრები გლეხები თავიანთ ოჯახის წევრებთან სარჩოს აბადებით, საქონლით მოდიოდნენ და თავს აფარებდნენ ამ ციხეს. ეხლა თქვენ ხედავთ შესასვლელ კარიბჭეს, თლიან გალავანს 6 ასეთი კარიბჭე ჰქონდა და თითოეული მათგანი ისეთ ადგილას იყო დასახლებული, განთავსებული, რომ სოფლის მოსახლეობის შეხიზნა ყოფილიყო ძალიან სწრაფ ტემპში მომხდარიყო. იგივე კოშკების შემთხვევაში, ანუ 23 კოშკი ისეა განლაგებული, რომ მთლიანი ტერიტორიის გაკონტროლება ხდებოდა. მთლიანობაში ეს ციხე გალავანი არის უნიკალური სამხედრო თანხმობრივი იყო ისეთი საკმაოდ პანორამული ხო ჩანდა თქვა ალაზნის ველიც და მთლიან ტერიტორიას. კი ბატონო, მთლიანად აკონტროლებდა ამ ტერიტორიას. დღეს ახლა მიუხედავად იმისა, მე ჩინურენოვანი გიდი ვარ და ჩემი სტუმრები ძირითადად ჩინელები არიან. ეხლა ჩინეთის კედელი მოგეხსენებათ, კედლის მასშტაბი, ისტორია მიუხედავად ამისა, მე სულ ვეუბნები, რომ თქვენ ძალიან დიდი და ისტორიული კედელი, მიუხედავად ამისა, ძალიან ვერ მალავენ აღფრთოვანებას. ანუ იმდენად შთამბეჭდავია ეს კედელი. თან გარდა ამისა, განლაგებას თუ დაუკვირდით, აი მთიან რეგიონს და აი მიუყვება მთას, რის გამოც სიღნაღის კედელს ხშირად ჩინეთის კედელსაც ადარებენ ხოლმე და მე ვეუბნები, რომ ჩვენ ამას ეძახით ჩინეთის კედელს. გარდა ამისა, თქვენიც ხედავთ და ყველას გვაქვს ახლა ნანახი, მე ეჭვება, რომ ძალიან ცოტა ადამიანი შეიძლება არ იყოს ნამყოფი სიღნაღში, რა პანორამა იშლება მთლიანად ალაზნის ხეობა, იქ კავკასიონის ქედი და ერთ-ერთი შთამბეჭდავი ადგილია, თუ არიან ჩვენს მაყურებლებში ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ დაუთვალიერებიათ სიღნაღი და სტუმრები თუნდაც არ ყოლიათ სიღნაღში, აუცილებლად ეს არის ძალიან ახლოს თბილისთან. აუცილებლად სანახავს სიაში ალბათ ერთ-ერთ ნახევრის გზა არის. კი ბატონო, ძალიან მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ. გზებს რაც შეეხება, ხა ძირითადი მაგისტრალი ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ ის მისასვლელი გზა, გუშინ აგებდნენ ასფალტს მაგალითად გზის საფარს. აი სულ ამ ძალიან მიგრირს. როდესაც აი ჩვენთან ხო არ არის ისეთი მკაცრი ზამთარი, როცა სამუშაოები შეუძლებელია. აი რატომ არ ვაკეთებთ ამას ზამთარში და რატო არ ხდება მომზადება ტურისტული სეზონისთვის? როდესაც არის პიკში ტურისტული სეზონი, ახლა რატო უნდა იგებოდეს გზები, ხო? ნამდვილად ასე. ეს ძალიან საწყენია. მოკლედ, რომ გავაგრძელოთ, ჩვენ ერთ პერიოდი გამოჩნდა გერბი და რუკა, რომელსაც არ ნაკლებად მივაქციეთ ყურადღება. ვინაიდან ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ ზოგადად სიღნაღის მუნიციპალიტეტზე, მთლიანად სიღნაღზე, ამიტომ გერბს სხვა დროს მივაქცევთ ყურადღებას, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზოგადად ქიზიყი და ეს ტერიტორია უბატონო მხარედ არის მოხსენიებული, განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდნენ, იმიტომ რომ პრაქტიკულად იყვნენ მცველები, იცავდნენ საქართველოს საზღვრებს და ერეკლე მეფის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდნენ, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. სიღნაღელი გლეხებიც ძალიან ისეთი პატივდებული ადამიანები იყვნენ ერეკლეს ჯარში, შეიძლება ითქვას. ეხლა რაც შეეხება, რომ დაუბრუნდეთ უფრო ძველ ისტორიას, ეხლა ძალიან ძველი პერიოდიდან ვერ დავიწყებ, მაგრამ უფრო მე-19 საუკუნიდან. ესე იგი, მე-19 საუკუნიდან 1800 პირველი წლიდან სიღნაღს ქალაქის სტატუსი აქვს უკვე. და ამ დროს აი აქედან იწყება სიღნაღის ჩამოყალიბება სავაჭრო და ხელოსანთა ქალაქად. ეხლა ხელოსანთა ქალაქი ჩვენთვის ძალიან ახლობელია, იმიტომ რომ თბილისი იყო ამქრების ქალაქი, 200-ზე მეტი ამქარი იყო მაგალითად თბილისში და სიღნაღიც არ ჩამოუვარდებოდა ამ მიმართულებით. მაგალითად, მე მაქვს სტატისტიკა 1770 წლისთვის ქალაქ სიღნაღში ცხოვრობდა 100 კომლი ვაჭარ ხელოსანი. თვითონ და ქალაქის ცენტრში იყო განთავსებული
121 დუქანი, სადაც მუშაობდნენ ამქრები. აი ვერ წარმომიდგენიაო, დღეის მოცემულობით 121 დუქანი და სავაჭრო ადგილი სად უნდა ყოფილიყო? თან რაღაცა ვიწრო ქუჩებია სიღნაღში და მაშინაც ასე იყო. და როგორც აი სხვადასხვა წყაროებში არის მითითებული, სიღნაღში მუშაობდა 20-ზე მეტი ამქარი, ანუ ამქარი რო შევიხსენოთ ჩვენ თვითონ ეს არის ერთი ხელობის ხელოსანთა გაერთიანება. აი ზოგი გილდიას ეწარს. მაგრამ თავი მოიყარეს. კი, თავი მოიყარეს სიღნაღში და რა ხდებოდა განსაკუთრებული სიღნაღში. მაგალითად ძალიან ცნობილი იყო სიღნაღში მაღალი ხარისხის ტყავის წარმოება ხდებოდა. გარდა ამისა, აგურის წარმოება. ხა აგურთან დაკავშირებით ჩვენი სავიზიტო აგური, ასე ვთქვათ, ეს არის წითელი აგური, ეგრეთ წოდებული ქართული აგური, თხელი კვადრატული ფორმის აგური, რითაც არის ზოგადად ძველი შენობები აშენებული. ამ აგურის ტექნოლოგია გვაქვს დაკარგული. წარმოიდგინეთ, დაკარგული რას ნიშნავს? ანუ არ ვით და ხელოსნებიც ამ აგურზე მომუშავე ხელოსნებიც პრაქტიკულად არ გვაქვს ეს ყავს ეს ვიცი რესტავრატორებიდან მაგალითად თუ ხდება რესტავრაცია სადაც არის საჭირო აი შეისრული თაღების ამოყვანა და აი მუშაობა ვთქვათ აი ამ წითელ აგურზე კომპეტენტური ხელოსნები, რომლებიც აი ძალიან უზადო რესტავრაციას მოახდენენ, ამათი ნაკლები ამათი რაოდენობა. იმიტომ რომ აგურის წარმოება არ ხდება და მე მაგალითად, როდესაც არის ყველა სასკოლო ტურზე, როდესაც ყავს, თქვათ, ბავშვები, სტუდენტები და ასე შემდეგ, ყველას ვეუბნები, რომ ეს უნიკალური სამშენებლო მასალა ჩვენ გვაქვს დასაბრუნებელი. და ეს აგურის ერთ-ერთი აი წარმოება ხდებოდა სიღნაღში. და ეს იყო ადგილი და ძალიან საინტერესო. მოხილდეთ ხო ასეთ რაღაც მნიშვნელოვან ამბებს, რაც თქვა გამოგვარჩევდა, რაც იყო ჩვენი რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც საბჭოთა აგური შემოვიდა, ეს აგური პრაქტიკულად დაიკარგა. აი ახალ თაობას რო დასჭირდეს რესტავრაცია, თუნდაც ძველი ქალაქის თბილისის აგურს ვერ იშოვიან. რაღაცა უნდა დაანგრიოთ მაშინ და ის აგური უნდა გამოიყენოთ. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი რაც იყო, არსებობდა ესეთი ტრანსპორტის ლინეიკის არტელი, ანუ ლინეიკაზე და თბილისში ტრანსპორტის ისტორიაზე ჩვენ ადრე გქონია გადაცემა. ეს ლინეიკა იყო და ზოგადად საერთოდ ეტლებს და კარეტებს რაც შეეხება თბილისში ძირითადად მუშაობდნენ გერმანელები ამ მიმართულებით. მეეტლეთა და მეკარეტეთა ამქარი იყო გერმანული, მაგრამ აი სიღნაღში მუშაობდა ლინეიკის არტელი. ეს არტელი არის ხელოსნების გაერთიანება, ესეთი ორგანიზებული გაერთიანება, რომლებიც ერთად იღებენ შეკვეთას და მერე ერთად ინაწილებენ შემოსავალს. აი ესეთი ჯგუფი მუშაობდა მოკლედ სიღნაღში და არა მარტო სავაჭრო თვალსაზრისით, კულტურის თვალსაზრისით და უბრალოდ ვაზის და ყურძნის პარალელურად ასეთი ისტორიები და ასეთი ამბები. არც ერთ მაზრაში საქართველოს მასშტაბით არ იყო იმდენი კულტურულ საგანმანათლებლო სივრცე, აი სავაჭრო სივრცესთან ერთად, რამდენიც იყო სიღნაღის მაზრაში. ეხლა რაც შეეხება ინტელექტუალურ ცენტრს, საერთოდ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ იმდენი საზოგადო მოღვაწეა სიღნაღის მუნიციპალიტეტი და მეორე ქუთაისის თემა მეორდება. იმდენი საზოგადო მოღვაწეა, რომ ყველა სოფელში არ არსებობს სოფელი სიღნაღში, სადაც ერთი ადამიანი მაინც არ იყოს ოქროს ასოებით ჩაწერილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეხლა რაც შეეხება აი საგანმანათლებლო ცენტრს, რითაც აი სიღნაღი ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი ის ამბობდა ძველი ისტორიკოსი, რომ ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე ხალხიც ავსე იყო იმაში თბილისის სიღნაღიო. 1818 წელს, ეხლა ჩვენ ზუსტად ვხედავთ სოლომონ დოდაშვილს, 1818 წელს სიღნაღში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, სადაც სწავლობდა სოლომონ დოდაშვილი და სოლომონ დოდაშვილის თემას ჩვენ სიღნაღში სტუმრობისას ვერანაირად ვერ გავექცევით, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრში, სკვერში დგას ძალიან დიდი შთამბეჭდავი ძეგლი სოლომონ დოდაშვილის, რომელზეც ჩვენ ყველა სტუმარი გვეკითხება. 1880 წლისთვის სიღნაღში გაიხსნა სკოლა, სამკლასიანი სკოლა, სამეტაპიანი, სადაც სკოლის გამგე და მასწავლებელი იყო ივანე ჯავახიშვილის მამა ალექსანდრე ჯავახიშვილი. ალექსანდრე ჯავახიშვილი თელავის და სხვადასხვა მაზრებში მუშაობდა პედაგოგად, მათ შორის აი ამ სიღნაღის სკოლაში. გარდა ამისა, კულტურულ მხარეს რაც შეეხება, მე-19 საუკუნისთვის არის მოძრავი თეატრალური დასი შეიქმნა, ზოგადად ძველი თეატრის შენობა
სიღნაღის ცენტრში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენობა, რომელთანაც ჩვენ ასევე ვყვებით სიღნაღის თეატრის ისტორიას, ასევე შეიქმნა მუსიკალური წრეები, საკრავების წრეები და ძალიან ბევრი მუსიკასთან და კომპოზიტორი თუ მომღერალის წარმოშობა არის სიღნაღიდან. კი ბატონო, ჰამლეთ გონაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, ასევე ბიძინა კვერნაძე, სანდრო მირიანაშვილი, ძალიან ბევრი ადამიანის ჩამოთვლა შეიძლება. იგივე სხვა სფეროსთან დაკავშირებით, თეატრი ვახსენეთ ჩვენ, თეატრალურ სფეროს რაც შეეხება, ქიზიყელი და ზოგადად სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან იყო სანდრო ახმეტელი, ვასო გოძიაშვილი, კიდე ძალიან ბევრი გამორჩება მწერლებს რაც შეეხება, ოთარ და თამას ჭილაძეები. ასევე ნაირა გელაშვილი, სანდრო შანშიაშვილი, იროდიონ ებდოშვილი, აი ძალიან ბევრია ჩამონათვალი, ახლა ნამდვილად ჩვენ ამ ადამიანების ბიოგრაფიას სამწუხაროდ ვერ შევეხებით, მაგრამ ეს არის ადგილი, სადაც არის ინტელექტუალური ადამიანების, მებრძოლი ადამიანების საბადო, იგივე რადღირს სოლომონ დოდაშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვა ადამიანები. იგივე სანდრო მირიანაშვილმა საესტრადო სიმღერაში შემოიტანა ხალხური სიმღერის ელემენტები, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გამკეთებელ ადამიანებზეა საუბარი. ეხლა სიღნაღის თეატრს რაც შეეხება, როგორც უკვე გითხარით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა, კოლაში აუცილებლად გამოჩნდება. 1872 წლიდან იწყება ზოგადად სიღნაღის თეატრის ისტორია და სხვათა შორის იქ დაიდგა გიორგი ერისთავის ძუნწი 1872 წელს. ეს არ არის პატარა ამბავი, გაყრა გიორგი ერისთავის იქ დაიდგა და სხვათა შორის სანდრო ახმეტელს რაც შეეხება, მისი პირველი თეატრი, მისი პირველი სპექტაკლი არის დადგმული სიღნაღის თეატრის ბაზაზე, უბრალოდ პრემიერა გაიმართა სოფელ მაჩხაანში. მაჩხაანიც საერთოდ ცალკე თემა არის, რასაც რა თქმა უნდა, ხა აქ ძალიან რთულია სოფლებს და შევეხოთ, ან ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდებით. ხო, იმიტომ რომ არა გვაქვს მართლაც ამ ხელა სამწუხაროდ საეთერო დრო, თუმცა შემდგომ რუბრიკებში შეიძლება აუცილებლად და საერთოდ მუნიციპალიტეტზე ვისაუბროთ. კლიან მუნიციპალიტეტზე აუცილებლად უნდა გქონდეს მეორე ნაწილი. აუცილებლად. ეხლა რაც შეეხება, კიდე რა უნდა ვნახოთ, მე ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებ მუზეუმზე. აუცილებლად სანახავი სივრცე არის ზოგადად 1947 რამდენიმე მუზეუმი ხდება ხო სიღნაღში? ეხლა რაზეც მე ვისაუბრებ, ეს არის 2007 წელს შექმნილი მუზეუმი. ესეც არის დაკავშირებული, წარმოვიდგინეთ, აი მუზეუმიც კი შეიქმნა იმ წელს. 1947 წელს საერთოდ არსებობდა ქიზიყის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელსაც ჰქონდა 700-მდე ექსპონატი დაახლოებით, მაგრამ 2007 წელს შეიქმნა სიღნაღის მუზეუმი, რომელიც არის ეროვნული მუზეუმის ნაწილი და სხვათა შორის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი მუზეუმი ამ ფორმატით, რომლის აღჭურვა მოხდა საერთაშორისო სტანდარტებით, ეს არის აი აბსოლუტურად ძალიან შთამბეჭდავი მუზეუმი. უმდიდრესი გამართული აბსოლუტურად დაცული ყველა წესი და კანონი რაც მუზეუმს სჭირდება და უმდიდრესი ეთნოგრაფიული მასალით, უმდიდრესი სტანდარტით შევინარჩუნეთ ელზა რა სამწუხაროა ზოგიერთი მუზეუმის შემთხვევაში, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში სიღნაღის მუზეუმს უნდა ვეწიოთ აუცილებლად ეს ვიცი ზუსტად და საერთოდ არის ნუმიზმატიკური კოლექცია, ეს არ დამავიწყდეს 2000-ზე მეტი, აი სხვადასხვა პერიოდის მონეტებია, მაგალითად ეს არის თამარის პერიოდის, ლაშა გიორგის პერიოდის, ერეკლე მეფის პერიოდის. კი ბატონო, ნუ ფული ეს არის უტყუარი არტეფაქტი, რაც ადასტურებს სახელმწიფოს არსებობას. მე ძალიან მიყვარს საერთოდ ფულთან დაკავშირებული რაღაცა მუზეუმები და აუცილებლად ეხა გამოჩნდა კიდევაც ჩვენ სკოლაში ოქროს ლომის ქანდაკება, ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის არტეფაქტი, რომელიც არის ნაპოვნი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიდამოებში, აი წნორთან ჯერჯერობით არ აქვს ანალოგი, თან არის ძალიან ძველი უკავშირდება ადრეული ბრინჯაოს ხანას, აი მტკვარ-არაქსის კულტურის შემდგომი ეტაპია და ესეც არის დამადასტურებელი იმისა, რომ ძალიან ძველი პერიოდიდან ეს ძალიან მდიდრულ ყორღანულ სამარხში არის ნაპოვნი, სხვათა შორის წელი 1974 წელს არქეოლოგ კიაზო ფიცხელაურის მიერ, საერთოდ ამ ადამიანთან ჩვენ იმხელა ვალში ვართ ქვეყანა. იმდენად მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენებთან არის ეს ადამიანი დაკავშირებული და ესეც არის დამადასტურებელი იმისა, რომ იქ
დიდი ხნით ადრე არსებობდა განვითარებული ცივილიზაცია. ძალიან საინტერესო ბრინჯაოს ფიგურა შეგვიძლია ვნახოთ სიღნაღის მუზეუმში, ეს არის ეტლი, საომარი ეტლი, რომელიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვით პირველი 1000 წლეულით და რაზე მიუთითებს, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც არის ცხენები მოშინაურებული, კი ბატონო, ეტლი და მიუთითებს ცხენების გამოყენებაზე აი საომარ ომში და ასევე მეტალურგიის ძალიან მაღალ განვითარებაზე, რაც არის უმნიშვნელოვანესი ამბავი იმ პერიოდისთვის. ეხლა სიღნაღის მუზეუმში აუცილებლად რაც უნდა ვნახოთ, ეს არის ვნახოთ და დაგხვდება, ეს არის ფიროსმანის მუდმივ მოქმედი გამოფენა, 14 ტილოა ფიროსმანის და აი ძალიან მომნუსხველი ეფექტი აქვს. ამ ხატვარს და იქვე სკვერში დგას ფიროსმანის ბიუსტი. პრაქტიკულად სტუმრებისთვის ისედაც უმეტესობისთვის ცნობილია ფიროსმანი, ეს არის ქართველი და სხვათა შორის პოპულარიზაციას რაც შეეხება, მე ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ შეიძლება ქვეყანაში იყოს ბევრი რამე, მაგრამ ის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი. 2009 წელს სიღნაღის მუზეუმში იყო პიკასოს გამოფენა. 2009 წელს განსაკუთრებით იყო ის ნამუშევრები, რომელიც აი იბერიული კულტურის შთაგონებით არის გაკეთებული და მაშინ იყო რიგები, ხალხი ავტობუსებით ჩადიოდა. აი ნახეთ, აი ესეთი პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გახდეს ცნობილი მეზობელი ქვეყნებიდან რომ შემოვიდნენ ნახონ. მეზობელი ქვეყნები მსოფლიოს თვალსაზრისით და ასეთი პროექტი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეხლა რაც შეეხება ერთი პატარა ამბავი და გითხრათ, შარშან მე ვიყავი მასპინძელი სასკოლო ჯგუფის, რომელიც ჩამოვიდა სოფელ ახუთიდან. პროექტის სახელი იყო სხვა ფიროსმანი და სკოლამ აი ძალიან დიდ პატივისცემა ჩემგან ასეთ სახის სკოლებს, აი თქვენ ახლა ხედავთ დადგმებს, რომელიც კეთდებოდა ყველა იმ ტერიტორიაზე, რაც ფიროსმანთან იყო დაკავშირებული, ეს არის დადგმა სოფელ მირზაანში. იყო გაცოცხლებული თქვათ ფიროსმანის ბავშვობა, ფიროსმანის დაბრუნება და იყო დაწერილი სცენარი და ბავშვებმა სკოლასთან მომზადებულები საოცრებად დავინახე, ესეთი რამე არ ხდება და მოინახულეს ყველა ის ტერიტორიას, რაც უკავშირდება ფიროსმანს, მათ შორის სიღნაღის მუზეუმში, მირზაანის მუზეუმში იყო დადგმული აი ეს მინი სპექტაკლები, რომელმაც გამოიწვია აღფრთოვანება ადმინისტრაციის და მასპინძლების და ასეთი პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რა მინდა ვთქვა ამ პროექტებით და კიდე ეს სკოლა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ასრულებს და მე მინდა რომ ბევრი ესეთი სკოლა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ხშირად ეხლა ეს მთელი ეს კვირა მომიწია ტურისტულ ადგილებზე გადაადგილება და ხვდებოდი სასკოლო ჯგუფებს, რომლებსაც ჰქონდათ ეს ტურისტული ადგილები აბსოლუტურად პარალიზებული და იყო როგორი ჯგუფები, სასკოლო ჯგუფები და დიდი რაოდენობით სასკოლო ჯგუფი, მაგალითად აი განსაკუთრებით ანანურში იყო ძალიან ბევრი, უფლისციხეში იყო ბევრი და აბსოლუტურად აი უმიზნოდ მოხეტიალი ჯგუფებზე იყო საუბარი. მე არ მინახავს არც ერთ ჯგუფთან, ან ვინმეს მოეყოლა მათთვის რაღაცა ისტორია, შეიძლება გზადაგზა უყვებოდნენ, მაგრამ უშუალოდ აი სტანდარტულად როგორც ხდება ტურისტ ჩატარება, ასეთი რამე არასდროს არ მინახავს და ბავშვებს ვკითხე კიდევაც, აი მაინტერესებდა თუ იცოდნენ საერთოდ ძეგლის მნიშვნელობა, საერთოდ სად იყვნენ მოსულები, იგივე მშობლები და ერთადერთი აი ნათელი სახეები ბავშვების იყო აი წვენებთან და ნაყინთან მისული ბავშვები, აი ძალიან ძიმესანახავი იყო და უბრალოდ აი ქვეყანაში იმისათვის რომ გქონდეს აი მომავალი, ასე ვთქვათ და გაიზარდონ ბავშვები მოქალაქეებად, აი ესეთი უბრალოდ ქალაქიდან გასვლა კი არ არის ექსკურსიის მიზანი. ამას უნდა გქონდეს საგანმანათლებლო მნიშვნელობა. ზოგადად ექსკურსიის მოწყობა თუ არა როცა აბსოლუტურად უბრალოდ აქვთ პარალიზებული ძეგლები, ადგილები, სხვასაც არ ეძლევა საშუალება საერთოდ სტუმრებს ვერ ვაჩვენეთ ვერაფერი და ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ დაყავთ ეს ბავშვები, მაგრამ უნდა იყოს რაღაცა პროექტი. ეს ეთყობა შემდეგ ქვეყანას, რომ ესეთი ზედაპირული დამოკიდებულება და ამიტომ მოვაყოლე ეს ახუთის სკოლის ისტორია, რომ
ბავშვები იყვნენ პროექტები, მათ ხო ფიროსმანი არასდროს არ დაავიწყდება და ის ადგილები, რომელიც ფიროსმანთან არის დაკავშირებული. ევროპაშიც მუზეუმებში თუ შეხვა, ყოველთვის შენიშნება როგორც პატარა ჯგუფი, თუნდაც ბაღის აღსაზრდელების, სკოლის ნებისმიერი კლასის პროგრამით აუცილებლად ყველა ჯგუფს თან ახლავს, არ ვიცი ეს პედაგოგია, გიდია თუ პიროვნება, რომელიც უყვება შინაარსს აძლევს მათ ამ აქტივობას, თორე ამის გარდა ასე უნდა იყოს, აბსოლუტურად ასკარგავს ასეთი უბრალო ხეტიალი, ძალიან ცუდად ყავს ვამბობ, მაგრამ სხვა არაფერი არ ქვია იმას, რასაც ჩვენ ხედავთ ამ ტურისტულ ზონებში. ბევრი მიმართულებით არის პრობლემა. ძალიან ბევრი მიმართულებით და მე შედეგებს ჩანს, ასე ეთყობა ჩვენ დამოკიდებულებებში ეს ძალიან კარგად ჩანს. ჩვენ დრო გვეწურება, ამიტომ ძალიან ცნობილი სიღნაღელის ჰამლეთ გონაშვილის განუმეორებელი ხმით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა და რა თქმა უნდა გაგრძელება აუცილებლად იქნება გაგრძელება მაინტერესებს უკვე შენი მომდევნო კვირის თემა მაგრამ ალბათ ამას ზუსტად ერთ კვირაში გაიგებს ჩვენი მაყურებელი უღრმესი მადლობა ტრადიციულად ვეცადე რომ არ გამეწყვეტინებინე ამდენად საინტერესო იყო და შენი მოსმენა სულ რამდენიმე წუთით რეკლამაზე გავალთ და უკვე სხვა თემით დაგიბრუნდებით